მოგესალმებით ყველას, ჩემი სახელია თეონა. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. დაახლოებით 5 წელია რაც ვფიქრობ და რაც მინდა ქართულად მაკიაჟების ვიდეოების გადაღება, დღეს ძლივს გადავწყვიტე. მინდა რომ იცოდეთ, რომ არანაირი კურსები არ მაქვს გავლილი, რაც ვიცი ყველაფერი ჩემით შევისწავლე და თქვენ ვისაც დაგაინტერესდებათ, მინდა თქვენთან გავიზიარო, რაც ვიცი მაკიაჟის შესახებ. როგორც ვიცი და როგორც ვნახე, არ არსებობს ქართულად YouTube-ზე მაკიაჟების ვიდეოები, თუ ცდები ბოდიში მოგიხდით და პირიქით ძალიან გამიხარდება თუ არის. უბრალოდ რატომ გადავწყვეტე მაკიაჟების ვიდეოების გადაღება, რადგან ყველა ენაზე არსებობს ქართულის გარდა და არ მგონია სხვა ეზე ნაკლები იცოდეთ ან მაკიაჟის გაკეთება და ან თავის მოვლა. იმედია ძალიან სტროგები არ იქნებით, რადგან სიმართლე იყოს და ცოტა ნერვიულობ და მოგეწონებათ ჩემი ვიდეოები. შეგიძლიათ კომენტარები დამიტოვოთ და გავითვალისწინებ მომავალ ვიდეოებისთვის თქვენ კომენტარებს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ ვიდეომდე. ბაი! დღევანდელ ვიდეოში ვისწავლით თუ როგორ გავიკეთოთ ეს მაკიაჟი. ვიწყებთ თვალის პრაიმერით. ამ შემთხვევაში ვხმარობთ MAC Cosmetics. პრაიმერი აუცილებელია იმისთვის, რომ წენმა მთელი დღე გაძლოს და მთელი წენი თვალის ჭრილში არ ჩაგროვდეს. ვიწყებთ ღია ფერის წენით, რომელსაც ვისმევთ ზედა ქუთუთაზე. ვაგრძელებთ ღია ყავისფერი წენით, რომელსაც ვისმევთ თვალის ჭრილში. ეხლა კი დავამატოთ მუქი შვინდისფერი. ისევ რა თქმა უნდა თვალის ჭრილში. სუფთა ფუნჯით ეს ყველაფერები ერთმანეთში აურიოთ, ანუ წავშალოთ, რომ ხაზი არ ეტყობოდეს, ძალიან აუცილებელია. ფერებს ერთმანეთში კარგად რომ აურევთ, შეგვიძლია წავისვათ ლაინერი. ამ შემთხვევაში ხმარობ Golden Roses Liners. არ დაგავიწყდეთ ტუში, რომელიც თვალს სილამაზეს უმატებს. ეხლა კი გადავართ სახეზე. პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ სახის მკვლევავი, რადგან უმეტესი ტონალური სახეს აშრობს. სურვილისამებრ წავისვათ სახის პრაიმერი, რომელიც სახეს გაალამაზებს და მაკიაჟიც მთელი დღე გაძლებს. ეხლა კი გადავართ ტონალურზე, რომელიც შეგვიძლია ბუკით წავისვათ, ფუნჯით ან თუნდაც ხელებით. გავაგრძელოთ ჩვენი კანის ფერთან შედარებით ღია ფერის კონსილერით, ანუ კორექტორით.
ფუნჯის დახმარებით გადავანაწილოთ პუდრი მთელ სახეზე და ყელზე, რადგან პუდრი იჭერს, ანუ იკავებს ტონალურს. მუქი ბრონზერის ან კორექტორის დახმარებით დავითხელოთ სახის ნივთები. სუფთა დიდი პუდრის ფუნჯით კი გადავინაწილოთ ბრონზები, რადგან არ გვეტყობოდეს ხაზები. გავაგრძელოთ რუმიანით, მაგრამ თხილად ვიყოთ, რადგან ნამეტანი არ მოგვივიდეს. სურვილისამებრ შეგვიძლია დავიმატოთ გამაღიავებელი, ანუ highlighter, ლოყებზე, ზედა წუჩის ზემოთ და ცხვირზე. გავიკეთოთ წუჩის კონტური, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ფანქარი არ უნდა იყოს თქვენ პომადასთან შედარებით ძალიან მუქი. თუ პატარა წუჩები გაქვთ, შეგიძლიათ კონტური ოდნავ გადააცილოთ, მაგრამ თხილად იყავით ძალიან არ მოგივიდეს. გადავიდეთ წარბებზე. წარბები შეგიძლიათ დაიხატოთ თქვენი თმის ფერი წენით ან ფანქრით. გირჩევთ ფუნჯით დაიხატოთ, რადგან უფრო ნატურალური გამოჩნდება. წარბების ქვემოთ წავისვათ კონსილერი, ანუ კორექტორი ფუნჯის დახმარებით. წარბს უფრო გამოკვეთს და თან თვალს გაანათებს. ღიაღავისფერი წენი, რომელიც ზედა ქუთუთოსთვის გამოვიყენეთ, წავისვათ ასევე ქვედა ქუთუთოზე. ეს იყო დღევანდელი მაკიაჟი, იმედი ამ მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ დამილაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ გვერდი. მადლობას გიხდით მომავალ ვიდეომდე.